ვინც სამშობლოში დაბრუნებას აღარ ელოდა, მიწა გაქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი, შენ მუჭა მიდანეს საქართველოდან და მიწა ჩემო, ამიტომაც დაპატარავდი. ისინი სამშობლოს არ გაქცევიან, მათ სამშობლო გულში ჩადიეს და თან წაიღეს, ისინი სხვათა, შვილების, მშობლებისა და ახლობლების გადასარჩენად წავიდნენ. ისინი გაეცნენ დაღუპვას, სიდუხჭირეს და მათთვის სამშობლოს მნიშვნელობა, როცა ამდენ ადამიანზე ფიქრობ და ზრუნავ, იმაზე მეტია, ვიდრე ეს სინამდვილეშია. არაფერია მათთვის პასაფიქრალი, სხვა უფრო წმინდა გზნობა, ემოცია, ფიქრი, განცდა, სიზმარიც კი, ვიდრეა უტკბილესი სიტყვა საქართველო. მათთვის იოლი არაა ჩრდილის ცხოვრება, ისინი მუდამ ჩვენ გვერდით არიან, მუდამ თვალყურს გვადევნებენ, დაგფუსფუსებენ, ჩვენთვის ლოცულობენ, სულით გვეფერებიან, ტკივილებსაც გვიამებენ და თუ საჭიროა შემოგვიძახებენ კიდევ, ასე კი არა, ასე აჯობებს ქვეყნისთვის, მომავლისთვის ეს უკეთესიაო. და ვინც ის რამდენი ღამეები დასთენებიათ საფეყნო ფიქში, რა ქნან მათ ასე განუწესეს, ასე განუჩინეს, ასეთი ჯვარი ერგოთ, ისინი ხატივით ადარებენ საქართველოს სიყვარულს. იკეტებიან უშველებელი ქვეყნების პატარა სივრცეში, რასაც სამშობლოს ეძახიან და საქართველოდან წაღებულ ერთ მუჭა მიწასა და ქართულ ნივთებს, ყველაფერს, რასაც სამშობლოს სურნელი ასდის, ეფერებიან, სიყვარულით უფრთხილდებიან. მონადრეების ცრემლებით ავტობენ, არაფერია ამ ცრემლებზე უფრო წმინდა და ამაღლებული ამ ქვეყნა. საქართველო მიჩვეულია საკუთარი შვილების მონადრებას, მიჩვეულია იმასაც, რომ გულში ვერ ჩაიგრა ისინი სამუდამო განსასვენებელი სხვის მიწაში ერგოთ ჩვენს წინაპრებს, მაგრამ მათ ძვლებს აუგრძელებიათ ფიქრისა და კნესაც, მათ ძვლებს შეუხსენებიათ თავის შთამომავლობისთვის, რომ სამშობლო აუპირველესი, რაც უნდა ახსოვდეთ, რომ მშობლიური ენა რუსთაველის, ილიას, აკაკის, ვაჟას ენა არასოდეს უნდა მიეცეს დავიწყებას. მათ ძვლებს შეუხსენებიათ მშობელი ქვეყნისთვის, რომ ემძიმებოდა სხვისი მიწა, რომ ყველა ემიგრანტი უნდა დაუბრუნდეს ზედა სამშობლოს, რომ როგორც შენი ქვეყანა ჩაგიხუტებს, გაიგებს შენს ტკივილს, ისე ვერავინ ვერასოდეს ვერ გიგრძნობს. ესეთი მთლიანობაა და იმიტომ მშობლისა და შვილის სიყვარულის ჰარმონია ბუნები დაკანონებული. მათ ტკივაც სიშორე, სინდისი ქეჯრით, რომ სამშობლო მიატოვეს. სხვის სამსახურში ჩადგნენ, სხვას ემსახურებიან, ტკივაც, რომ ყველგან დამცირებულნი და ღირსება აყრევნი არიან. ნოსტალგიით გულდა ფერფლინი, მხოლოდ და მხოლოდ არსებობას ეძახიან სხვაგან ცხოვრებას. ჩვენ ქართველებს მართლა სხვანაირად გვიყვარს სამშობლო. თუ კი რამ ტკბილია ყველაფერი მშობლიური არ მეგულება ქართველი გულის სიღრმეში ნოსტალგიას არ შერეწუხებინოს, სხვისი ქვეყნის ზეცა და მიწა სხვანაირად არ მოეჩვენოს. არ ეგნოს, რომ სხვისი თოვლი განსაკუთრებით ცივია, სხვაგან განცდილი დღე და ღამე ცალი ელია, იმილი ყალბია. ასე ვფიქრობთ, ასე გვეჩვენება, ასე გონია, იმიტომ რომ მუდამ თან დაყვება სამშობლოს სურნელი. მუდამ ვცდილობთ უცხოეთში არსებობა, დავიწმინდოთ ქართული ხალხური სიმღერითა თუ საგალობლით, გვინითა თუ ლექსით, ძირწველი ქართული ტრადიციებით, ხინითა და ქართულად ჩახუტებით. არცაა გასაკვირი, ჩვენი ფესვები საუკუნეებს წვდება და იქიდან ვიზომებით, ღვთისმშობლის წილხვადრი მიწის სითბოს სხვა, ამიტომაც არ გვეთმობა არც ასე აღვიროთ, ამიტომაც მუდამ ერთ ფიქრში ვართ, რა და როგორ გავაკეთოთ ჩვენები, რომ მაინც დაუბრუნოთ სამშობლოს. როგორმე წინაპრების გზას არ ვღალატოთ და საქართველოში ვაშენოთ საკუთარი ნაოცნებარი ბედნიერება. ამ წიგნის მიზანი საქართველოდან დროებით თუ სამუდამო ჩვენს წასული, ჩვენი თანამემამულეების ტკივილის თქვენამდე მოტანაა. ტკივილს კისი არაფერი დაუამებდა მათ როგორც მშობლიურ ენაზე,
გულიდან ამოხეთქილი სიტყვები. მონადრების მწვავეცნობას ვერაფერი ისე ვერ გვაგრძნობინებდა ჩვენ, როგორც რემლებით გარითმული ლექსი. ლექსად თქმული ტკივილია ეს წიგნი ჩემო სამშობლო. ეს წიგნი შენი შვილების მონადრების რემლებითაა დაჟღენდილი. ეს წიგნის რემლია თავად შიშ ჩამდგარი თვალებით რომ იმზირება. ეს წიგნი გაფრთხილებაცაა ბევრისთვის. იმედიცაა უკეთესი მერმისის, რომ მალე დაუბრუნდება მშობლიურ მიწას 2 მილიონამდე გადახვეწილი ქართველი. ამ წიგნის მიზანი მათი ფიქრისა და ემოციის შენამდე მოდანის ძლებაა ჩემო სამშობლო. სულით ხორცამდე დამარდაფრთხილებელი სათქმელია. ისინი უშედეგ ბედნიერები არ არიან იმ დიდი მიზეზის გამო, რომ ბედნიერი საქართველოს შვილები არიან და რომ იყო კარგი ქართველი ადვილი არა. ეს ადამიანები ჩვენი თაობის ყველაზე სევდიანი ქართველები არიან. ბედმათ უბრალოდ მომხდარშა მათთან. მათი თითოეული დღეს მარაკად გალების ტოლფასია. ბევრი მათგანი სიცოცხლეს არ იშურებს იმისათვის, რომ შენთვის, შენი მომავლისთვის ყველაფერი გააკეთოს. მადლობა მათ. ვინც ის რის ფასად გიზდიან სასახელო შვილებს, ვინც ის რის ფასად ცდილობენ ზრუნველობა და მთავრობა არ მოგაყოლ. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება და ყველა მათგანი პირველის ყოვლისა შენ გჭირდება ჩემო საქართველო. მერთო თრიშაბელო მარიამ დაუბრუნე შვილები დედა სამშობლოს. ასევე წერდა ივლიანზე, რომელსაც სამშობლოს